მე ვარ ელისაბედ ჭიჭინაძე, ვარ ორი საუკეთესო ბავშვის დედა, 34 წლის მხატვარი, სცენოგრაფი, დიზაინერი, ვისაც როგორ გაუხარდება. წონის მეტაბალობას დავიწყე ორსულობაში, როგორც მახსოვს. ისე ავკრიფე ეს კილოგრამები, რომ სამწუხაროდ მე ვერაფრით ვეღარ მოვახერხე დაკლება. ამ ყველაფერს დაემატა რაღაცა გარკვეული სტრესი, ბავშვის ჯანმრთელობა, ჩემი ჯანმრთელობა. მე ალბათ დაბალინების ყოფაც ჩაერია ამ ყველაფერში და ესე მომატებული წონით დავრჩი. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს დიდად რომ ვიზუალური თვალსაზრისით არ მაწუხებდა, იმიტომ რომ ჩემი გარეგნობით მე პირადად კმაყოფილი ვარ და ეგ უკვე მე თვითონაც მაკმაყოფილებ და თუმცა შევატყვე, რომ რიგით საკითხებში ძალიან ხელს მიშლი და აი აქტივობებში ბავშვების გასეირნებაში უფრო ხშირად და უფრო მალე ვიღლებოდი და რაღაც აი ჯანმრთელობის კუთხით უკვე ჩემი თავი აღარ მომწონდა და მანდ მივხვდი, რომ დროა რაღაცა გარდატეხა უნდა მოხდეს და უნდა დავიკლო. მე ვარ სოფო ყიფშიძე, ვარ 40 წლის, ასევე ვარ მარტო ხელა დედა. წონის მართება დაკავშირებული იყო დიდ სტრესთან და დეპრესიასთან. რასაც თავიდან ვერ ხვდებოდი იქამდე, სანამ ფიზიკურად არ შემოწუხა ამ ყველაფერმა. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ დედა და ჩემი შვილი ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. მე ვარ სალომე სეხნიაშვილი, 37 წლის. მყავს 4 თვის ალექსანდრე. იმ სხეულმა, რომელმაც მოავლინა ალექსანდრე ამ ქვეყნად და გამხადა ყველაზე ბედნიერი ადამიანი, უცებ დაიწყო ის, რომ მქონდა საკუთარი თავის საოცარი მეუღებლობა, არ მომწონდა ჩემი თავი, ვემალებოდი სარკეს. მე ვარ ლიკა ეკონია, 32 წლის, 3 შვილის დედა. მე სამემშობიარობის შემდეგ ყველაფერი ვცადე, თუ რამე შეიძლებოდა ფიტნესზე ვიარე, ცურვა, 1000-ნაირი დიეტა დავიცავი. ბოლოს გადავწყვიტე და გამეკეთებინა ბარიატრია. ანალიზების პასუხებით, რომ უნდა მივსულიყავი უკვე ექიმთან, ვნახე ნანუკას რეკლამა, სადაც ამბობდა, რომ უნდა შეგვეცვ ანკეტა, ვისაც ჯანმრთელად და ჯანსაღად გვინდოდა დაკლება. არ მიფიქრია დიდხანს, ეგრევე შევავსე, ფოტოები გავაგზავნე, ერთადერთი რისიც მერიდებოდა იყო ვიდეოს გადაღება და რამოდენიმეჯერ გადავიღე და იქვე ეგრევე გავაგზავნე, უდიდესი რაღაცნაირი იმედი გამიჩნდა, რომ ჩემთვის ეს იყო ბოლო შანსი და დავიკლებდი ჯანსაღად. ამ პროექტის შესახებ გაიგო დედამ, რომელიც დღემდე ძალიან ცდილობს იყოს ჩემი გულშემატკივარი, ყველაზე დიდი კრიტიკოსია და ყოველთვის მხარში მიდგას, ძალიან უნდა რომ დავიკლო ესეთ მეტი კილოგრამები და მთხოვა რომ ეს ანკეტა შემოსვა და გამომექსავრა, მაგრამ რა თქმა უნდა არ დაუჯერე. და ბოლოს მაინც გაიმარჯვა ბევრი ბრძოლის შემდეგ გამოვაგზავნო და ეხლა ძალიან ბევრ უამრავ გოგოს შორის ვარ ამ 4-ელში. საოცარი მხარდაჭერა მაქვს ჩემი მეგობრებისგან. ჩემი მეუღლე ყველაზე დიდი მხარდამჭერი ადამიანია, რომელიც საოცრად მეხმარება, ბავშვსაც კი იტოვებს, მთელი დღის განმავლობაში მას ყავს ბავშვი, საიმისოდ რომ მე შესაძლებლობა მქონდეს ბალნეოლოგიურში წავიდე და მთელი დღე გავატარო იქ ბედნიერმა. თვითონ ბალნეოლოგიურში მისვლა არის აი როგორ გითხრათ, საოცრება, აი მგონია რომ რაღაცა სხვა, აი ჯადოსნურ სამყაროში მივდივარ. აი რაღაცა ისეთი მაგიური რაღაცეები ხდება, იქ ვარ ისეთი ბედნიერი, ისეთი ლაღი, ისეთი მშვიდი და სულ მინდა რომ იქ ვიყო. ეხაც მინდა გითხრათ იქ მივდივარ და მინდა გითხრათ რომ დრო მე მგონი საერთოდ აღარ დამჭა და უნდა დაგემშვიდობოთ. სადილი მზად არის, მომამზადე, რა თქმა უნდა, უგემრიელესი ნოსტის ქათმით. სამწუხაროდ მე ვარ დავაგემოვნებ, ვინაიდან გავაბიარ ბალნეოლოგიურში პროცედურებს. დიეტები დაწერილია. ეს ჯანსაღი ყვება მხოლოდ ფრინველისგან შედგება და ფრინველი მე ვიცი კატამი, ჯანსაღ ყვებას ჯანსაღი პროდუქტი უნდა და შესაბამისად მოვედით ნოსტეში. ქალაქ კასპში 50 ჰექტარზე გაშენებულ ნოსტეს თანამედროვე მეფრინველეობის კომპლექსში მიმდინარეობს წარმოების სრული ციკლი, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე უმაღლეს კონტროლს გადის. წამომყევით. გამარჯობა, როგორ გძანდებით? მადლობა. 1 ქათამი და 2 ფილეთ შეიძლება.
ყოველდღიურად სულ ახალი პროდუქციით, ჯანსაღით, ნედლით მარაგდება ნოსტეს საფირმო 80 მაღაზია საქართველოს მასშტაბით. აგრეთვე შედის ნოსტეს პროდუქცია მის პარტნიორ სუპერმარკეტებშიც და უკვე რამდენჯერ გითხარით, რომ ქათამი უნდა იყოს ნოსტე. უკვე გამიმზადეთ, ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერად. Яна, ეს არის სასწაული, მე მგონი. აქედან შარკოზე მოვდივარ შენთან. მიდი ჩემო სიცოცხლე. ხახნო, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გასახდომი და ცხიმის დასადნობი პროცედურა. კასრში ძალიან დიდ ტემპერატურაში, ანუ გამოგეყოფა და გამოდის მთლიანად ტოქსინები, ცხიმიდნება, ანუ მართლა საოცარი პროცედურა არის და გოგონები არიან ცხელქვებზე და ცხელქვიშაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უძილობას, სტრესი ხსნიან და იღებენ ყველანაირ მინერალებს ქვისგან და ქვიშისგან და ქვისგან. მე მიშველეთ! ძალიან სულად ვარ ხახნო, ვეღარ უძლებ. Яна! აიმე ხახნო, როგორ ახართ გოგონებო? მე ყველა სტრესი მომეხსნა, რაც მე ნერვიულებოდა. საერთოდ აღარ მაღელობს რა კილოგრამები მექნება. ჩავიძინებ ეხა გემრიელად. აუ, კარგი, ხვალ მე ჩავიძინებ. აუ, იცი რა მაგარიან, ანუ ეგრევე გეძინება. ხვალ ნახავ, აქ რო ჩაჭდები, რა იქნება მაგარი. აიმე ხახნო. ლიკა! აქ ვარ. ლიკას ძინავს მე მგონი. ლიკა. მე აქ გადავწყვეტე დამეძინა, რასაც სახში ვერ ვიცი. მე აქედან მგონია, რომ ნაომი გამოვალ. მე დამშვიდებული, სტრეს მოხსნილი. ძალიან მაგარიან, ანუ მე რამდენი წუთი უნდა ვიყო აქ. გაუძელი ცოტაც. ვერ ვუძლებ. აუ, რა კაია, რომ მე შენ დღეს ესავირჩიეთ წონის ჩაბარებამდე. აი ამ მასაჟს იცი რა მემართება, აი გიშტები. აი სულ აქ ვიქნებოდ. არ შეიძლება რომ დავჭერეთ. სამუდამოდ. გთხოვთ. ერთი დღე, ორი დღე. ხო რა. აუნეტა ისინი რა შვებიან, ახლა იქ ქუკებიან, ალბათ იმ ქვებზე და ქვიშაზე. ცხელად ალბათ ძალიან ძალიან. მაგრამ დღეს იცი რა არის, კაი, შარკო გვაქვს და яна ალბათ აი არ ვიცი რას გვისავს და მე იოგაზე აუ რა კარგი იქნება. ხახნო, ეს არის პიელ ნატურალსი, რომელიც ჩემი წლების მეგობარია, თან განუყრელი და ისე გამიხარდა, რომ ბალნეოლოგიური წლების მეგობარიც არის. ეს არის ქართული, ჩემო მეგობრებო, ქართული ბრენდი, რომელიც არ ჩამოუვარდება ყველაზე მაგარ პრემიუმ ბრენდსაც მისი პროდუქციით, მისი სუნებით და მისი შინაარსით და ძალიან გამიხარდა, რომ დღეს აქ დავინახე. რა ხდება? აქ უნდა იდგეთ ახლა სულ. ანუ მასაჟს ვიწყებ. ანუ წადით. მასაჟს ვიწყებ. ხახნო, რა უნდა დაგანახოთ? მოშორდით აქედან. ესენი გადამრევ. წადი შვილო. სამი თვის მერე კვირდები, რომ რაღა აი ნაწილს განახებ ამას. წადი, მართლა რა არის? გავუშვოთ ჩვენი დამოკიდებულებები. ცუდი ჩვევები, ხო? რომელი არის, ну, თქვათ, სიგარეტები, საჭმელი, თბილულობა და პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ძალა. და დღეს ჩვენი გაკვეთილი იქნება ძალაზე. ჩვენ უნდა დავიმუშაოთ მუცლის ცენტრი. აი აქ არის ეს ძალა ყოფილა მასწავლებელო ჩვენი? კი. აი აქ არის ჩვენი ძალა. ძალიან დიდი ძალა მაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სუპერაქტიური ვარჯიშია, ჩემი ტვინი დაკავებული არის მხოლოდ იმით, რომ ამის მერე უნდა ავიწვალოთ და უნდა რომ ბოლომდე აქ დავიკლო კიდე. სულ მაგაზე ვფიქრობ, და რამდენი დავიკელით. Bravo, ჩვენო მომღერალო. მოწოდებისი აუ ლიზა მისებიტირა რამადასაზე რატო ტირი. კეთო სუმეტირა. სული გაიწ. რას ფიქრობ შვენიც? რაზე ფიქრობ ლიზა? აი ჩაიდინე. რა გატირებ? ეხლა მეც ვიტირებ. ძვირფასო მეგობრებო, დადგა დღე, როდესაც ვაბარებთ წონას. სალომე, ჩვენო მხსნელო, ჩვენო ძვირფასო. მომისმინე, ჩვენ მოველაპარაკებული ვიყავით, რომ თვეში 5 კილო უნდა ჩაგაბაროთ და თავისთავად 100 არის, მაგრამ არასრული 3 კვირა გავიდა ჯერ და ამიტომ გვაპატიე, თუ სრული 5 კილოგრამი არ იქნება. ხო, ამას გავითვალისწინებ აუცილებლად, რომ არასრული არის, თუმცა სასურველი იყოს, რომ 5 კილო იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ხო დაახლოებით თქვით ეს. დაახლოებით თქვით, ხო, მაგრამ შენ გაითვალისწინე, რომ 5 ოსნები ვართ და ამაზე ხო იღებ პასუხისმგებლობას, როგორ ბოლომდე ვარჯიშობთ, ბოლომდე ვიტარებთ ყველა პროცედურებს, ყვებითაც ერთმანეთს ვამხნევებთ, მე იმედი მაქვს, რომ მინიმუმ 4 კილო ყველა საკლებული გვექნება, მაგრამ თვე არ გასულა ამაზე ვსაუბრობ ნახოთ ჩანიშნული მაქვს ყველა წონა აბსოლუტურად. ვნახოთ ეხლა დავიწყოთ. დავიწყოთ. პირველი. სალომე. სალომე. 101-ია? -3 კილოა. ლიკა იყო 98 კილო. ვაუ, ბრავო. 93. 5 კილო ლიდერი. რამდენი კილოა? 80 კილო, -6 კილო. ოჩაღლიზა. საოცარია. ლიზა ლიდერობს. ლიზა არის ლიდერი. ლიზა ლიდერობს. ოჩაღ. მინუსი ხო აქ? -2. არიკირო, თავარია მინუსი გაგ, რა გატირებს? ყველა ერთნაირად ხო ვერ დავიკლებ. 120 კილოდან ვნახოთ ნანუკამ რამდენი 120 და 700-დან. რა ნუ დამაკლებ 700 გრამს.იანა. 115. 5 კილო, საოცარია, ძალიან მაგარია. ოჯახ, მაგარი გოგოები ხართ ძალიან მიხარია და წინ უფრო რთული გზა გველის, მაგრამ ბევრად გაგიმარტივდებათ, იმიტომ რომ პირველი კვირა ამდენი წლის განმავლობაში, რომ ესე ვთქვათ, თქვენი კუნთები იყო მოდუნებული, არ ვარჯიშობდით, კვება არეული, ეხლა ეტაპობრივად ვალაგებთ იმ პრობლემებს, რაც იყო ენდოკრინოლოგიური მიმართულებით, ანუ ჩვენ მარტო წონის კლებაზე არ მუშაობთ, ეხლა ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო ჯანმრთელები იყოთ, უფრო ლამაზები იყოთ და ძალიან გამხდრები რომ იყოთ. Papa,